მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, თქვენ იმყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად. და დღეს მინდა შემოგთავაზოთ ესეთი საჯარო გაშლა თემაზე, რას ფიქრობენ თქვენზე ნათესავები. ანუ ის უახლოესი გარემოცვა, ისი ოჯახის წევრათაც, თქვენი თვლებით შეიძლება დიდ ოჯახში საუბრობთ ახლა, ხო? ანუ დედის მხარე, მამის მხარე, რას ფიქრობენ ზოგადად თქვენზე ნათესავები. დავიწყოთ. ტრადიციულად ეს ჩვენი ზარი. არ დაგავიწყეთ ვიდეოს მოწონება, არხის გამოწერა, დაკომენტარება, ამით ყველაფრით ძალიან მეხმარებით. ასევე ჩემ მეგობრებო, ზოგმა გამოთქვა სურვილი ფინანსური დოტაციის და მომწერეთ პირადად, ჩაგიგდეთ ანგარიშის ნომერს და რამდენიც გნებავთ, იმდენით დარიცხეთ. ეს იმ შემთხვევაში, თუ ვერ აკომენტარებთ, არხს ვერ იწერთ და ვერ იწონებთ ვიდეოს ისევ და ისევ თქვენი ნათესავების შიშით. აი ესე, დღეს მინდა ვნახო, რას ფიქრობენ თქვენზე თქვენი ნათესავები. ჯერ ვნახოთ, ვისთვის არის ეს გაშლა. ხმლების რაინდი, 7-იანი თასები, 10-იანი კვერთხები. კვერთხების ტუზი, პენტაკლების დედოფალი, პენტაკლების ტუზი, უკვე ჩანს, რასაც ფიქრობენ თქვენზე თქვენი ნათესავები. 5-იანი თასები, ხმლების ტუზი და კვერთხების მეფე. სასწაულია პირდაპირ. 5-იანი პენტაკლები, 9-იანი პენტაკლები, კვერთხების დედოფალი. ჩემო კარგებო, პირველ რიგში ვსვათ პასუხობთ უკაცრავად კითხვაზე, რას ფიქრობენ თქვენზე თქვენი ნათესავები და ფიქრობენ იმას, რომ თქვენ ხართ ადამიანი მტაცებელი. ადამიანი მტაცებელი, რომელიც ნადირობს, ირჩევს ამ ნადირობის დროს საუკეთესოს და ამ საუკეთესოს იტოვებს თავისთვის. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ორიენტირებულია ფულზე, ანუ ვისთვის არის ეს გაშლა, კეთილდღეობაზე, მატერიალურ უზრუნველყოფაზე, ასე რომ ვთქვათ. ადამიანზე, რომელიც არასოდეს ავლენს საკუთარ ემოციებს და ყოველთვის თავის ნაჭუჭში არის ჩაკეტილი. ადამიანზე, რომლის შესახებაც ბევრი არავინ არაფერი იცის. იმიტომ რომ გაქვთ გარკვეული სიამაყე, ასე რომ ვთქვათ, ესე აღიქმება ყოველ შემთხვევაში ეს გარედან, რომელიც არ გაძლევთ, უბრალოდ თქვენ კი არ გაძლევთ, იმ თქვენ გარემოცვას არ აძლევს შესაძლებლობას, რომ ესე აი ბოდიში და უპრაგონოდ გადმოუკვეთონ თქვენი საზღვრები. თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც თავის ფინანსურ წარმატებას მიაღწია თვითონ. და აი შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი როგორ შეიცვალა, იცით, 5-იანი პენტაკლებიდან ესე გაუბედურებული, გაღატაკებული, აი რაღაც უკიდურესად გაჭრებული მდგომარეობიდან საკუთარი თავი აქციეთ აი ესეთ ძლევამოსილ ადამიანებს. თუმცა თუ ხედავთ, აქაც ვეფხვია გამოსახული, აქაც მტაცებელია, კვერთხების დედოფალი და კვერთხების მეფე მოვიდა აქ, ესეც მტაცებლის ენერგიით გამოხატული არკანებია. ანუ რას ნიშნავს, ნახეთ, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც რაც მისია, იმას არავის არ დაუთმობს. ყოველ შემთხვევაში ესე გაფასებენ, ესე ჩანხართ გარედან, ესე ტრანსლირებთ ენერგიას. ეხლა ვნახოთ, რას საუბრობენ თქვენზე ზურგს უკან თქვენი ნათესავები. ზურგს უკან ან შეიძლება ზოგი პირშიც გეუბნებათ. მაგრამ გააჩნია, რას ფიქრობენ თქვენზე. შეიძლება საუბრობენ კიდეც. 4-იანი პენტაკლები, ძალიან მომხვეჭელი ადამიანი ხართ, ესე ფიქრობენ. ძალიან მესაკუთრე ადამიანი ხართ, ძუნწი პიროვნება ხართ, შეიძლება ასე ითქვას.
ამას საუბრობენ, ძუნწი ხართ ყველაფერში, ემოციებში, ფინანსებში, გაზიარებაში, მხარდაჭერაში, ანუ რაღაცა თქვენი ძალიან ისეთი მკაფიო, მოხაზული სივრცე გაქვთ და ეს საზღვრები ძალიან თვალსაჩინოდ აღიქმება თქვენი ნათესავების მხრიდან. რას ფიქრობენ კიდევ თქვენზე? ნახოთ. რას ფიქრობენ კიდევ თქვენზე თქვენი ნათესავები? თასების რაინდი. სამიანი თასები. ფიქრობენ, რომ ძალიანაც ბედნიერად ცხოვრობთ პრინციპში, რაღაცა საიდუმლო გაქვთ, რასაც არ ამხელთ, საიდუმლო ისეთი განძი ან თქვენი მიდგომა, ან თქვენი უნიკალური ხედვა, რაც აქვთ, მოკლედ, რასაც ფიქრობენ, რომ თქვენ გაქვთ, ეს თქვენი ნათესავები. პენტაკლების მეფე და კვერთხების ტუზი. და ეს საიდუმლო, ნახეთ როგორ არის ამ არკანზე გამოსახული, ეს რაღაცა ნიჭი შეიძლება იყოს, რომელიც გაქვთ, გაძლევთ შესაძლებლობას იყოთ ძალიან ძლევამოსილი და ძლიერი ადამიანი. ანუ მათი შეფასებით თქვენ პრინციპში არაფერს არ გიჭირთ რეალურად და გიჭირთ კი არა და გილხინთ უფრო მეტად ვიდრე გიჭირთ. კიდევ ნახოთ რას ფიქრობენ თქვენზე თქვენი ნათესავები. რას ფიქრობენ? ცხრიანი პენტაკლები. ფიქრობენ, რომ ძალიან კარგად ხართ ხო გეუბნებიან მატერიალურად ისინი თვლიან და მიაჩნიათ, რომ თქვენ ხართ ძალიან სტაბილური. და იცით რა არის, რასაც აჩვენებთ გარშემომყოფებს, აჩვენებთ იმას, აი ზუსტად ნახეთ, აჩვენებთ რას? აჩვენებთ თქვენ სიძლიერეს, სტაბილურობას, აჩვენებთ თქვენს ძალას, აჩვენებთ იმას, რომ ემოციებით თქვენით ვერ იმანიპულირებენ და ამავე დროს რაღაცნაირად აშინებთ, აი ძალიან აშინებთ რა, აი ესეთი საშინელებათა ჟანრის ფილმის ესეთი ის არის რა, აი სცენარის გავს, სადაც ასეთი აი გაგირბიან, არ ვიცი გაგირბიან, არ ვიცი შეიძლება არც გაგირბიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენთან სიახლოვე დიდად სასიამოვნო შეიძლება არის, მაგრამ რა არის, იცით თქვენ გვერდით ეს ადამიანები საკუთარ მემომიტევეთ და უბადრუკ ობას განვაზოგადოთ. მოდი, ძალიან კარგად აღიქვამენ და ანუ ეს სარკე, რასაც თქვენ აჩვენებთ და რასაც თქვენ ანახებთ, ხო? არ არის სასიამოვნო ჩასახედი. კიდე რას ფიქრობენ? ხმლების მეფე. ნახეთ, იცით რა, სხვა შეიძლება უკავშირებდნენ რაღაცა არკანის ზომიერება, რაღაცა მფარველობა გაქვთ, ჩემო ძვირფასებო. ან მფარველობა გაქვთ, ესე თვლიან, ან პირიქით კავშირი გაქვთ რაღაცნაირ ბნელ ძალებთან. ერთით შეიძლება იყოს და მეორეც. სხვა შეიძლება გქონდეთ აქ რაღაცა სიზმრები თქვენ თვითონ და ძალიან კარგად გრძნობდეთ, ეხლა მე რაზეც ვსაუბრობ. 10-იანი კვერთხები, კი. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ელოდება დროს და მერე გამოდის სანადიროდ. აი, ესეთი სიტუაცია. აუცილებლად ოღონდ ელოდებით დროს, ანუ სულ ხმლების და კვერთხების დედოფლის ენერგიებით და მეფის ენერგიებით მე საუბრებ. მოკლედ, პერსონაჟი როგორც ასეთი ხართ, ძალიან ძლიერი და ეს უდაოა, ამას აღიარებენ, თუმცა არ ამბობენ. მაგრამ თავის გულში ყველა მიცის თქვენ ვინ ხართ. ამას ნამდვილად აღიარებენ. ურთიერთობის სურვილი თქვენთან დიდია თქო და თქვენთან კავშირის სურვილი დიდია თქო, ამას მოგატყუებთ, რო გითხრათ.
იმიტომ რომ როგორც წეგან გითხარით, არავის არ სიამოვნებს მასზე ძლიერის გვერდით ყოფნა. თუ ერთადერთ შემთხვევაში ეს დასაშვები, თუ თვითონაც თვლის ეს ადამიანი, რომ ან შეიძლება დაუშვათ თქვენგან რაღაცა ისწავლოს, ანუ სარგებლის ნახვა არის, მარტო ამ შემთხვევაში შეუძლია ადამიანს იყოს მეორე ადამიანის გვერდით და მეორე საკითხი არის, თუ საკამარისად სულიერად ზრდასრულია იმისათვის, რომ კი არ დაიბოღმოს, არამედ შეიმეცნოს, ეცადოს რომ მოისწრაფოდეს უკეთესისკენ და ასე შემდეგ. ეხლა აქ მე რაც ვნახე, ცოტა ნაკლებად არის ერთიც და მეორეც. უფრო მეტად თვლიან რას, რომ აი თქვენ არაფერი არ გიჭირთ, აი იმას ხო არაფერი არ უჭირს, აი ზუსტად ესეთი განწყობით აქვს, იმას ყველაფერი რიგზე აქვს, შეიძლება არც დაინტერესდნენ საერთოდ თვიდან თვემდე კი არა, წლიდან წლამდე საერთოდ რას აკეთებთ, როგორ აკეთებთ, რითი ჭამთ, რითი სვამთ, რითი არსებობთ საერთოდ საკუთარ თავი რითი გაგაქვთ, რამე ხო არ გიჭირთ, რამე ხო არ გტკივათ, რამე ხო არ გჭირდებათ. ესეთი კითხვები თქვენი მიმართულებით ძალიან იშვიათად შეიძლება იქნას დასმული. და დარწმუნებული ვარ, პირველ კითხვას თუ მოგიკითხავენ როგორ ხარო, მეორეს აუცილებლად სათავისო შეკითხვას მოაყოლებენ, რაზეც უნდა უპასუხოთ, რომ დაარიგოთ, დააკვალიანოთ, ასწავლოთ და ასე შემდეგ. მოკლედ, ესეთი ამბავია, ამას ფიქრობენ თქვენზე თქვენი ნათესავები. მოკლედ, ფიქრობენ იმას, რომ დიდათ არც ისინი გჭირდებათ თქვენ და არც თქვენ სჭირდებით მათ. აი ესეთი ამბავია. ბოლო 3 არკანი მინდა რომ ამოვიღო კიდე რას ფიქრობენ თქვენზე თქვენი ნათესავები. არ დაგაუწყეთ მეგობრებო, არხის გამოწერა, დაკომენტარება, გაზიარება ძალიან მეხმარებით, ამით ძალიან მეხმარებით და მაძლევთ мотивაციას. ნახოთ, კიდე რას ფიქრობენ, ხო, განმეორდა ეს სიტუაცია, აშინებთ თქო რო გეუბნებით ამ ადამიანებს. აშინებთ თქო და ნახეთ რა ხდება, რა არკანები მოდის. კვერთხების მეფე და არკანი ზომიერება, მე-14 არკანი. ანუ თქვენ ხართ რაღაცა ძალა გაქვთ, რაღაცა ძალას ფლობთ, შეიძლება განსხვავებული ხართ ყოველ შემთხვევაში, მათგან ეს არის ცალსახა. და ეს განსხვავებულობა ადამიანებს აშინებს. განსხვავებულობას ადამიანები იშვიათ შემთხვევებში იღებენ. და ეს იშვიათი შემთხვევა ხართ თქვენ, რომელსაც ვერ იღებენ. და არკანი სამყარო. სხვათა შორის ძალიან ბევრი ადამიანი გაკვირდებათ. ძალიან თქვენი ნათესავები, რა ვიცი, აი თქვენი მეგობრები, ნაცნობები, უცნობები, ბევრი ადამიანი გაკვირდებათ, აი ესე გიყურებენ. სხვათა შორის თქვენ ხართ ადამიანი, შეიძლება რომელმაც ცხოვრება არაერთხელ დაიწყო თავიდან. და ყველა ესეთი არაერთხელ დაწყებული ცხოვრება წინა ცხოვრებასთან ხიდების დაწვით სრულდებოდა. აი დაწვით ხიდები და მერე თავიდან დაიწყეთ. კიდე დაწვით, კიდე თავიდან დაიწყეთ. მოკლედ, კაი საშიში ადამიანი ხართ, მეც თუ მკითხავთ. არ უნდა გაგაბრაზონ, სხვა შემთხვევაში პრობლემა არ არის. აი თუ გაბრაზდით, მერე მართლა მტერს და ავს. ესე და ამრიგად, ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი საჯარო გაშლა. იმედი მაქვს მოგეწონათ, იმედი მაქვს რეზონირდა, უკვე ყველას გელოდებით კომენტარებში. დროებით.